ტრამპის მოსulis შემდეგ უკვე USAID-ის ფონდები რო გაიხსნა, ვის რა შეაძლევდა ფულს. შონ პენი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი იყო. ოსკარი რო გაუგზავნა. კი ბატონო, კი. ამ ფული შონ პენს აღებული რო აიებში რო ჩავიდა ფული აიღო 7 $7. ეს მართლა არ უნდა შეიძლებოდა. შონ პენის თუ შეიძლება ეგ არაფერი არ არის და ეხა სადღაც მართლა ოკეანის გადაღმა რაღაცა ქვეყანაში ჩავადა რომელიღაცა პრეზიდენტს გვარს რო ვერ წარმოთქვამს ესეარად ხელს ჩამოართმევს ამაში აიღებს რამდენიმე მილიონს, მაგრამ შონ პენის და მაგის აი ჯო უილსონები იგივე და ყველა ერთი ნაგავია ჩემთვის ბოდიში მომითხოვია ამ გამოთქმისთვის, მაგრამ აი ეგ საქციელები განაპირობებს იმას, რომ 100,000-ობით გვამია დღეს უკრაინაში. 100,000-ობით გვამი, აი მაქსი გიჟემში ხო ეგ ყველაფერი და ეს ხალხი მაქსი გიჟეში მონაწილეობდა. ამაში ფულს იღებდა რომ აქ ყველაფერში როგორ შეიძლება ეგ ნორმალური სტანდარტი იყოს? ანუ მთელ მსოფლიოს ატყუებ ხო მაგ დროს? რო ჩადიხარ ზელენსკი, მე შენ მიყვარხარ, რა შენ ოსკარი ჩამოგიტა, ამაში ფული გაქვს აღებული, თორე ფეხებზე კიდია ეგ ზელენსკი და შენი ამ საქციელების გამო 10,000-ობით უკრაინელი ხო გვახსოვს თავიდან რომ გარბოდნენ, რომ ეწერებოდნენ მოხალისეებად და ზუსტად აი ამ ყიჟინამ ამ ადამიანებმა შექმნეს ის ფონი, რის გამოც დღეს 100,000-ობით ბავშვი არის ობოლი დარჩენილი იქ და განადგურებული და დანგრეული არის ის ქვეყანა და თვითონ ამერიკული პროგნოზები არის, რომ 100 წელი დაჭირდება უკრაინას, რომ იმ ნიშნულს მიუახლოვდეს, როცა ომი იწყება. რანაირად შეიძლება ეგ ან უკანონო არ იყოს, ან ნორმალური იყოს ესე მოგწ